10, 20, 20, 30, 80. ესე იგი, რანს დავაჭირეთ აქ რაღაც შეცდომა უნდა გამოვასწოროთ. ესე იგი, აქ სლადი გვაქვს შექმნილი, რომელიც A-ს უდრის შეცდომის მარტივად გამოსასწორებლად, აი, მოვნიშნეთ ეს, მთლიანად დავაკომენტარეთ, გავუშვით და აი 10-ს გვიბეჭდავს, ესე იგი, პირველ ხაზში შეცდომა არ არის. მოვნიშნეთ ახლა, მოვხსენით ამას კომენტარი, გავუშვით და აქ უკვე შეცდომა არის. ახლა დავუკვირდით, A უდრის 10-ს, კი ბატონო, დავბეჭდეთ A, ანუ 10. B უდრის C-ს, ანუ C საიდან მოვიდა? აქ, ანუ C მაშინ ზევით უნდა იყოს, ხო? მაშინ აი ეს შეგვიძლია ავიტანოთ ზევით, Ctrl+X, აქ ჩავსვათ და რა თქმა უნდა, ამასაც მოვხსნათ კომენტარი, ესე იგი C უდრის 20, კი ბატონო, შემდეგ დაბეჭდა 20, მერე B უდრის C-ს, კი, აქ უკვე გასწორდება. ანუ 10, 20, 20. ახლა ამასაც მოვხსნათ კომენტარი. D უდრის A plus B, ესე იგი, ამ შემთხვევაში A-ც შექმნილი გვაქვს აქ, B-ც შექმნილი გვაქვს და A plus B გამოდის 10 plus 20, 30 და შემდეგ ახალი ცვლადი გვაქვს შექმნილი, რომელიც არის E და E არის F plus D. F-ი აქ ზევით ცვლადები არსად არა გვაქვს შექმნილი, ამ შემთხვევაში შეცდომას ამოაგდებს და ამიტომ აქ ბოლოში უნდა მივიღოთ, შევეცდოთ 10, 20, 20, 30 უნდა იყოს, ხო? 10, 20, 20, 30 და შემდეგ აქ უნდა მივიღოთ 80. ესე იგი, აქ ჩვენ შეგვიძლია დავწეროთ, რომ F-ი უდრის 50-ს, რადგან ვიცით, რომ D არის 30 და E უნდა გახდეს 50 plus 30, ანუ 80. რანს დავაჭიროთ, კი ბატონო, დაგვიბეჭდა, checks დავაჭიროთ, ჩაგვითვალა, submit continuous დავაჭიროთ და გადავიდით შემდეგ დავალებაზე და ესეც დავასრულეთ, badge-იც მოგცა, continuous დავაჭირეთ და გადავალთ უკვე მეორე unit-ის მესამე ქვეთავზე.